ჩემი სტუმარია იამე ორმიშვილი საიბერბრიფის უფროსი, საერთაშორისო კორესპონდენტი, რომელიც კიევიდან გვერდება. ია მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა ნინო, მადლობა თქვენ. მოდით ჩვენს მაყურებელს აუხსნათ, უკვე ვილაპარაკეთ დღევანდელ გადაცემაშიც და უკვე იცის მაყურებელმა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ხმათა დიდი უმრავლესობით 80%-ით 359-42-ის წინააღმდეგ გავიდა მეგობარი აქტი, ახლა არის სენატი. მე როგორც ვნახეთ, ანუ ორი წაკითხვა უკვე გავლილი აქვს, ხო? ზუსტად როგორ ხდება სენატში ეს არ ვიცი, მაგრამ ანუ დარჩა მხოლოდ კენჭისყრის ეტაპი. და ვადის ჩანიშვნა. ანუ როდის შეიძლება ველოდეთ, აი ოფიციალურად როგორ არის ხოლმე დაახლოებით დროითი გრადაციები, ასე ვთქვათ, და რაზეა დამოკიდებული, მოკლედ, როდის მოხდება ეს კანონპროექტი სენატის ხდომაზე. მოგესალმებით ნინო, კიდევ ერთხელ მადლობა ჩართვისთვის. რთული სათქმელია გამომდინარე იქიდან, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს სენატის მოსმენების განრიგი. და ამაში იგულისხმება არა მხოლოდ ის, თუ რა პრიორიტეტული თემა შეიძლება წამოვიდეს სენატის პალატაში განსახილველად, მაგრამ ასევე ის, თუ რას გადაწყვეტენ განსაკუთრებით სენატის უმრავლესობის წარმომადგენლობის ლიდერები, ჩანიშნავენ თუ არა ისინი, ან უпростоრად როდის ჩანიშნავენ მოსასმენად კანონპროექტს. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ კანონპროექტს აქვს 70 ადგილი, ეს რას ნიშნავს კონკრეტულად რთული სათქმელია, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან სწრაფად წავიდეს პროცესი, შეიძლება რაღაცები შეყონდნენ. არის საუბარი დაწყებული იქიდან, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება სენატმა ეს განიხილოს, მაგრამ არის ასევე საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა წლის ბოლომდე დამტკიცდეს. ანუ დაახლოებით აი ამ ვადებზე ვსაუბრობთ. რთული სათქმელია საბოლოო ჯამში, ყოველდღიურად ველოდებით რაღაცა განცხადებებს, ან ყოველ შემთხვევაში უნდა ველოდოთ და დავაკვირდეთ თუ როგორ ჩაინიშნება ეს სენატში კენჭისყრაზე. ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, აქ ალბათ რაც შესაძლოა მაყურებელმა უკვე იცის ამის შესახებ, არის ის, რომ თუ კანონპროექტის წინააღმდეგ არ დაფიქსირდა რაიმე ფორმის რომელიმე სენატორის მხრიდან არ დაფიქსირდა რაიმე ფორმის წინააღმდეგობა კანონპროექტის წინააღმდეგ, მაშინ ის შეიძლება გავიდეს ეგრეთ წოდებული unanimous consent, ასე ქვია, ანუ 100%-იანი თანხმობით. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა კენჭისყრაზე არც კი გავიდეს, იმ შემთხვევაში თუ არის აი ეს საყოველთაო თანხმობა ამაზე. ანუ ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია სენატში კანონპროექტის გასვლა, ასე რომ უნდა დავაუწყოთ ამ ეტაპზე. შეიძლება ხდომაზეც არ აღმოჩნდეს, ხო? და კენჭისყრაზე არც დადგეს, ისე გავიდეს. განხილვაზე არ გავიდეს კანონპროექტი, როგორც ნახეთ ეს წარმომადგენელთა პალატაში, როდესაც კონგრესმენები გამოდიოდნენ და საკუთარ თანხმობას თუ არგუმენტაციას წარადგენდნენ იმაზე, მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ კანონპროექტი, ამაზეა საუბარი. გასაგებია, მოდი ვისაუბროთ მაშინ კონტექსტზე, ხო? არ ვიცი ხა უპრეცედენტო ხმათა რაოდენობა ნამდვილად არ ვიცი ხა ზუსტად კენჭისყრების სტატისტიკა ამერიკის კონგრესში, მაგრამ ძალიან მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა ამ კანონპროექტს, რამაც აჩვენა კონსენსუსი აბსოლუტური, ხო? და აი მოსმენისას დამჭერს დაბეჭდილება, რომ რაღაცა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ჩაჯდა ეს, ხო? აი გავლენების ჩინეთის, რუსეთის და ირანის გავლენების შეწინააღმდეგება საქართველოზე, ხო? რაღაცა სხვა აბსოლუტურად კიდე სხვა კონტექსტი დაიხატა. გარდა იმისა, რომ ეს აქტი უწოდებს ქართულ ოცნებას, რომ პატიმრები გამოუშვას დემოკრატიას, დაუბრუნდეს კორუფცია და ასე შემდეგ, ბევრი რამ არის ნახსენები, მაგრამ აი ეს გამოიკვეთა, რამაც ოცნების მოლოდინები კიდე თავდაყირა დააყენა საერთოდ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ტრამპისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, ეხლა აქ თუ რუსეთის გავლენა იქნებოდა, რატომაც ჰქონდათ ეს ილუზია, რომ რა მოხდა ეხლა რუსეთი და ჩინეთი არის ალტერნატივა, ხო? ამერიკის ალტერნატივა. ხო, მაგრამ მე მგონი ეს ილუზიებიც დამთავრდა ამით. აი თქვენ როგორ აფასებთ აი იმას, რაც ახლა მე ვთქვი, არ ვიცი, ჩემი შთაბეჭდილება, ანუ ნიშნავს თუ არა, აი ის განცხადებები, რაც თუნდაც განხილვაზე გაკეთდა, მინიშნებები იყო, ხა სიღრმისეულად არ ყოფილა, რომ რეალურად ეს აქტი ამერიკის საგარეო პოლიტიკის გარკვეული უკვე განაცხადიც არის, დავუშვათ.
კი, ნამდვილად ასეა. საქართველოს შეერთებული შტატები ყოველ შემთხვევაში მიმდინარე კონგრესი უყურებს უფრო დიდ კონტექსტში, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასევე არ არის კონტექსტიდან ამოღებული თუ ამოღებული არ არის ზოგადი ის დემოკრატიული განვითარება, რომელზეც საქართველო იდგა, რა ვიცი, ალბათ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ან ეს კონტექსტი, რა თქმა უნდა, ნახსენებია. იქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს შეინიშნება რუსული ავტოკრატიული მეთოდები. აი ასეთი ციტატა ერთ-ერთ კანონპროექტ, უпроსტად ეხლა თქვენ ბრაიან მასს აჩვენებთ ეკრანზე და მან განაცხადა ეს. ეს არ არის მხოლოდ ერთ-ერთი კონგრესმენი, 435 კონგრესმენი და ის არის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ასევე არის ადამიანი, რომელიც არის პრეზიდენტ ტრამპის ძალიან აქტიური მხარდამჭერი, არის MAGA მოძრაობის წარმომადგენელი, ანუ გახადი ამერიკა დიდებული ისე მოძრაობა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დააარსა და მას ჰქონდა ეს აქცენტი, ხო, რომ აი შუადერეფანი ახსენა მან კიდევ და ამ კონტექსტშიც ახსენა. საბოლოო ჯამში საქართველო მოიაზრება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა მხოლოდ რაღაცა საგარეო ინტერესების ჭრილში, არამედ ჩვენ ამას თვალს ვადევნებთ უკვე რამდენი ხანია, ხო, შეერთებული შტატების არაერთი კონგრესი, არაერთი მოწვევის კონგრესი არის აქტიურად ჩართული. 2012 წელს სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში იყვნენ საქართველოში დამკვირვებლებად. ან 2012 წლიდან მანამდე კიდევ რა თქმა უნდა ხდებოდა ეს. შეერთებული შტატების კონგრესი არის ძალიან აქტიურად ჩართული, აკვირდება ამ დროის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში ყოველთვის იგრძნობოდა ის, რომ კონგრესი არის ორპარტიულად ჩართული საქართველოს თემებში. ეს დღევანდელი 5 მაისის კენჭისყრა არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც რა თქმა უნდა ისეთ ინსტიტუციაში, როგორც ამერიკის კონგრესია, უბრალოდ არ ქრება, ეს არ იკარგება, იმიტომ რომ ძირითადად ურთიერთობა გვაქვს თუ სახეზგია იგივე თითქმის იგივე ხალხი, რომელსაც მიყავს შეერთებული შტატების პოლიტიკა და კანონმოქმედება. ანუ ამ მხრივ საქართველოს ისევ თავდაპირველ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, არ არის მხოლოდ საგარეო ინტერესებიდან გამომდინარე დანახული ქვეყანა, ეს ასევე არის ქვეყანა, რომელიც რეგიონში და შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად პროამერიკული თუ ამერიკისკენ დადებითად განწყობილი ქვეყანა იყო, დღემდე არის. ხო, ესეც ითქვა, იქ აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო პროამერიკული ქვეყანა, კი ბატონო, და ეს დანაკარგი მე მგონი არ არის სასურველი ამერიკას. დიახ და რა თქმა უნდა, არ არის ერთის მხრივ დანაკარგი და ამ მხრივ დანაკარგის დანახვას ასიამოვნო, მიუხედავად მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებს საკმაოდ დიდი, როგორც ესეთი ემოციური იქნება ეს თუ ხალხთა შორისი ურთიერთობები იქნება თუ რა ვიცი სხვადასხვა სექტორის განვითარება, ინვესტიცია და ასე შემდეგ ჩადებული აქვს საქართველოში ამ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა დაინახოს ის რომ ამ რა ვიცი თავდადება საქართველოს მიმართ რაღაცა შედეგამდე მივიდა ქვეყანა ამის გამო. მაგრამ ამასთან ერთად უფრო ალბათ დიდი კონტექსტის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ სწორედ ჩინეთთან და უფრო ჩინეთთან და ირანთან უფრო მეტად ვიდრე მე ვიტყოდი რომ რუსეთთან ურთიერთობა არის ესეთი თაღი, ესე რომ ვთქვათ, აი ამ საგარეო პოლიტიკისა და რომლის ქვეშაც საქართველო მოიაზრება. ხო, საინტერესო გადაკვეთაა, ხო, მაგრამ რეგიონში ჩინეთი, რუსეთი და ირანი რაღაცნაირად მოკავშირეები გამოდიან, ამიტომ რუსეთიც თავისთავად, თორე მე მგონი ხო, რუსეთზე შეიძლება იმ ხელ აქცენტი არ გაკეთდეს რეგიონული თვალსაზრისით, მაგრამ ჯამში იგივე გამოდის. მოკლედ, აი ამ ერთ სულოვნებას თუ გავითვალისწინებთ, რაც ჩვენ ნახეთ წარმომადგენელთა პალატაში, უნდა ველოდოთ, რომ სენატშიც იგივე დამოკიდებულება იქნება. დიდი ალბათობით. დიდი ალბათობით კი. რა თქმა უნდა, ასე ვერ გავთვლით. არ ვიცით, ბევრი განცხადება არ არის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული. არის რა თქმა უნდა დაახლოებით, რა ვიცი, 10 შეიძლება 2 სენატორის მიერ გაკეთებული სხვადასხვა დროს განცხადებები, რომლებიც დღესაც არიან სენატში. მაგრამ ესე რომ ვთქვათ, გადაჭრით, რომ ზუსტად ვიცით, როგორი იქნება შედეგი,
ეს უпростоად კენჭისყრის შედეგი, ეს გაზვიადებული ნათქვამი იქნება. მაგრამ ის ფაქტი, რომ კანონპროექტის სპონსორები არიან ჯინ შაჰინი, რომელიც არის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი და ჯეიმს რიში, რომელიც არის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეს უკვე თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ეს არ არის პარტიული ხაზით გაყოფილი რაღაცა კანონპროექტი, რომელიც ეხება ერთი პარტიის ინტერესებს ან მეორისას. ეს ნამდვილად, რა ვიცი, ორპარტიულობა თუ შეიძლება მოვიაზროთ რამდენიმე მიმართულებით შესაძლოა ვთქვათ, რომ საქართველო არის აი ორპარტიული თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი. ია, ამ კანონპროექტის სენატში დამტკიცების შემდეგ იდეაში მას ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა, თუმცა მე როგორც წავიკითხე, თუ ვეტო არ დაადო, რომც არ მოაწეროს ხელი, მაინც ამოქმედდება, ხო, ეს კანონი თუ როგორც არის, დიდი ალბათობით ტრამპი ვეტოს არ დაადებს, იმიტომ რომ მისი ერთგული თანაპარტიელები მათ გააქვთ ეს კანონპროექტი, ხო? ბატონო, ასია დიახ სიტუაცია, პრეზიდენტმა ვეტო თუ არ დაადო კანონპროექტი 30 დღის განმავლობაში შედის ძალაში ავტომატურად და ამასთან ერთად ალბათობა იმისა, რომ ტრამპმა ყველაფერი უნდა ვთქვათ ის, რომ ყველაფერი მოსალოდნელია, გამომდინარე იქიდან რამდენად რთულია იმისი გათვლა თუ რა შეიძლება გააკეთოს პრეზიდენტმა ტრამპმა და ეს ძალიან კარგად დავინახეთ ბოლო 100 დღის განმავლობაში, ხო და აქედან გამომდინარე რთულია ვთქვათ, რომ 100%-ით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მას პრეზიდენტი ხელს მოაწერს, მაგრამ იმის ალბათობა ან იმ სცენარის დანახვა, რომელშიც ტრამპი საკუთარი მხარდამჭერების მიერ ჯო უილსონის და განსაკუთრებით ბრაიან მასტის და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის მიერ დამტკიცებულ ან გატარებულ მიღებულ კანონპროექტზე თქვას უარი. და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მაიკ ჯონსონი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს იმას, რომელი კანონპროექტი გავა კენჭისყრაზე და რომელი არ გავა საბოლოო ჯამში. ტექნიკურად სხვანაირად არის მოწყობილი და სხვა კონგრესის სხვა ნაწილი წყვეტს ამას, მაგრამ საბოლოო ნებართვას იძლევა მაიკ ჯონსონი. მაიკ ჯონსონი არის პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ფაქტობრივად უახლოესი მოკავშირე კონგრესში, გამომდინარე იქიდან, რომ ჯონსონის გავლით ტრამპს უნდა საკუთარი საკანონმდებლო დღის წესრიგის გატარება. პრეზიდენტ ტრამპს ასევე უნდა ძალიან დიდი კანონპროექტის მიღება, რომელიც უამრავ სფეროს მოიცავს. ცოტათი გადაუხვია საკითხს, მაგრამ კონტექსტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მოიცავს გადასახადების შემცირებას, მოიცავს ტარიფებს, მოიცავს, რა ვიცი, ეკოლოგიას, უამრავ თემას ამერიკის შიდა პოლიტიკაში. იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გააკეთოს, მას სჭირდება ყველა რესპუბლიკელის მხარდაჭერა, იმიტომ რომ რესპუბლიკელებს არ აქვთ დიდი უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში. ამის გამო მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ესე ორ ხაზად შეგვიძლია ამას შევხედოთ. ერთი ის, რომ პრეზიდენტ ტრამპი რატომ უნდა თქვას უარი რაღაცა ისეთზე, რომელსაც მისი მოკავშირეები და მისი მხარდამჭერები სთავაზობენ მას როგორც კანონს ქვეყნისას. და მეორე, რატომ უნდა თქვას მან რაღაცა ისეთზე უარი, რომელიც მისმა პარტიამ დაამტკიცა ძალიან დიდი უმრავლესობით, ისეთ პერიოდში, როცა სჭირდება საკუთარი პარტიის მხარდაჭერა გაცილებით უფრო დიდ თემაზე, როგორიცაა მაგალითად ამ პროცესში გადაწყობა. და მესამეც თქვათ, მოდი გარდა ამისა, არ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეუთანხმებელი იყოს, აი ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნებისადმი დამოკიდებულება და საქართველოს როლისადმი დამოკიდებულება, მაგალითად მარკო რუბიოსთან, ან პირადად ტრამპი შეიძლება არ ერევა ახლა ამ საკითხში, მაგრამ მის გარემოცვასთან ვინც ამ საკითხებით არის დეტალურად დაკავებული. რაღაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს არ იყოს შეთანხმებული და გავლილი საკითხი არ იყოს. მეც ასეთი განცდა მრჩება არაერთ ადამიანთან საუბრის შემდეგ, რომ სავარაუდოდ ეს არის პოლიტიკა, რომელიც აქვს შემუშავებული შეერთებული შტატების არა მხოლოდ კონგრესს, არამედ ადმინისტრაციასაც. შესაძლოა, როგორც თქვენ თქვით, რომ თვითონ პრეზიდენტი ტრამპი არ არის ამაში პერსონალურად ჩართული, მაგრამ თუ მარკო რუბიოსთან ეს თემა არის გავლილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სტაფერების დონეზე და სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის დონეზე ეს ურთიერთობა ნამდვილად არსებობდა, იმიტომ რომ კონგრესი
თუ არ აქვს კონგრესს გარანტია იმისა, რომ ადმინისტრაციისთვის გარანტია თუ არა ყოველ შემთხვევაში რაღაცა წარმოდგენა მაინც იმაზე რა ხას დაადგება ადმინისტრაცია, ამის გარეშე ისინი უბრალოდ არ იღებენ კანონპროექტებს. საგარეო პოლიტიკურ საკითხზე მით უმეტეს, ხო? განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ საკითხზე. კი ბატონო, რა ხდება მას შემდეგ, რაც ეს კანონი ამოქმედება? არის ეგეთი კითხვა, რომ პრინციპში მაინც ასანქცირებდნენ ხო, ვინც უნდათ შტატები ყავს ჩვენ დასანქცირებული. შინაგან საქმეთა მინისტრი ივანიშვილიც ნაწილობრივ არის დასანქცირებული ხაზინის მიერ, თუმცა უფრო მძიმე სანქციებიც არსებობს, მაგრამ მაინც არის დასანქცირებული. რა განსხვავება, ანუ რა ახალ რეალობას ქმნის მეგობარი აქტი ისეც, რაც აქამდე არ გქონდა? ნუ რეალობა იქნება ის, რომ ეს იქნება უშუალოდ ადმინისტრაციის პოლიტიკა და ეს იქნება შეერთებული შტატების კანონი. ის სანქციები, რაც არსებობს აქამდე, არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები, რაც რა თქმა უნდა ახსრულდება, რა თქმა უნდა მიმდინარეობს მათი ახსრულება, მაგრამ ეს არ არის შეერთებული შტატების კანონი, ასე რომ ვთქვათ. იმისთვის რომ კანონი გაუქმდეს, გაცილებით უფრო რთული პროცედურებია საჭირო, ვიდრე იქნებოდა ეს ვთქვათ აღმასრულებელი ბრძანების გაუქმების შემთხვევაში. მაგალითად, სანქციების დაწესება მოხსნა შეუძლია პრეზიდენტს როგორც აღმასრულებელი ბრძანებით, შეუძლია როგორც დაწესება ამისი, ასევე მოხსნა და ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ვთქვათ პრეზიდენტმა ბაიდენმა დააწესა რაღაცა სანქციები, პრეზიდენტმა ტრამპმა მოხსნა ეს სანქციები. ან პირიქით ბაიდენმა დააწესა სანქციები, ან გამონაკლისი დაუშვა სანქციებზე, უკვე დაწესებულ სანქციებზე და პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გამონაკლისები არ გააგრძელა. ეს იყო მაგალითად რუსეთის შემთხვევაში ასეთი. ანუ განსხვავება არის ის, რომ უფრო სიღრმისეულია ეს და იძენს პოლიტიკის სახეს, ვიდრე იმას, რომ იყოს მხოლოდ ადმინისტრაციის ან ერთი რომელიმე კონკრეტული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აი, მე აქ არის გაწერილი პროცედურები, ხო, რომ ვთქვათ, კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა სახელმწიფო მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობით კონგრესის ორივე პალატის კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში უნდა წარუდგინოს რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენების შესახებ საქართველოში ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით. მერე არის რომ სია უნდა შედგეს და ასე შემდეგ. აი შეიძლება რომ უბრალოდ მიიღონეს კანონი და შემდგომი ქმედებები აღარ მოხდეს. რაღაცა ტიპის სია რო უკვე არსებობს, ვიცით, ახლა ჯო უილსონმაც დადო გუშინ, მაგრამ მე როგორც ვიცი, უფრო ვრცელი არის ეს სია კიდე და კიდე გრძელდება მუშაობა ამ სიაზე, ხო? ანუ თუ მიიღებენ ამ კანონ პროექტს და დაუშვათ ქართული ოცნების ქცევას დააკვირდებიან მერე და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, აი როგორ შეიძლება ვივარაუდოთ? ნუ სავარაუდოდ ყველაზე ის ძალიან ტექნიკურია ეს ყველაფერი, რაზეც თქვენი საუბრობთ ახლა და ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც კანონი არის მიღებული, როგორც წესი იქ გაწერილია ანგარიშვალდებულება, რომელიც ეკისრება საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან აღმასრულებელს. ანუ რამდენად ასრულებს ადმინისტრაცია კანონებს, რომელსაც იღებს კონგრესი. და ეს არის შეერთებული შტატების არის რაღაც ძალთა ბალანსის მექანიზმი თუ ძალთა ბალანსში ჩადებული მექანიზმი. ეს მხოლოდ ამ კანონპროექტის შემთხვევაში არ არის, ძალიან ხშირად ხდება ეს. ასეთ ვადებში გაწერილი ანგარიშვალდებულების დაკისრება ადმინისტრაციას. ეს საქართველოს უფრო ნაკლებად ეხება ამ შემთხვევაში, ვიდრე ეხება უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციას თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ანგარიში ჩააბაროს კონგრესს იმაზე თუ როგორ მოხდა ამისი აღსრულება. ასევე უნდა შევხედოთ იმას, რომ ეს არის 5 წლის განმავლობაში დაწესებული ეს ზომები, რომელსაც ითვალისწინებს კანონპროექტი და 5 წლის შემდეგ შესაძლებელია მათი გადახედვა. ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ არ გადაიხედა ესენი აქამდე მიღებული ზომები გაგრძელდება ისე როგორც ისინი იყო მიღებული, თუ გადაიხედა და ვთქვათ ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ შეიცვალა რაღაცა, არ იქნება ტრამპის ადმინისტრაცია, მაგრამ იქნება მისი შემდგომი ადმინისტრაცია, მათ თუ ჩათვალეს, რომ კანონპროექტის მიერ გათვალისწინებული რაღაცა ქმედებები თუ ზომები, რომლებიც საქართველოს მხრიდან უნდა დაინახოს შეერთებულმა შტატებმა, თუ ეს ნაბიჯები გადაიდგა, მაშინ შესაძლოა ეს კანონი
შეიცვალოს არა ამოღებული იქნას ამიტომ კანონმდებლობიდან ანუ თუ დემოკრატიული პროცესი განვითარდა თუ პატიმრები გამოუშვეს თუ რიგარეში არჩევნები დაინიშნა თუ ღია პრორუსული კურსი არ იქნა თუ ჩინეთის გავლენა არ იქნა მზარდი ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ ამაზეა ლაპარაკი თუ კორუფცია არ იქნა ძალიან მაღალი მოკლედ უცებ თუ გავხდით შვეიცარია ეს კანონი აღარ იმუშავებს ხო? კი ბატონო მოკლედ თუ გინდათ მაშინ კი ბატონო ზუსტად ასე კი ბატონო და უნდა დავასრულოთ და ბოლოს კითხავთ აი ცოტა ხნის წინ იყო ჩვენი ვიცე-პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში და იქიდან რომ ჩამოვიდა თქვა რომ აი დავალაგეთო ურთიერთობები ყველაფერი კარგად იქნება იმაზე მაგარი ურთიერთობები იქნება ვიდრე აქამდე იყო მაგრამ აი ჩამოვიდა და მალევე უცებ ეს მეგობარი აქტი ამოქმედდა ხო ილუზიას ქმნიდა ქართული ოცნება მუდმივად რომ აი აღდგებოდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები აი ეს მეგობარი აქტის მიღება ნიშნავს თუ არა იმას რომ ეს უბრალოდ გამორიცხულია ამ ხელისუფლების პირობებში საერთოდ ყველანაირი კონტაქტი დამთავრებულია იმედის მომცემი პასუხი გინდათ თუ ნახოთ. არა, რეალობა როგორ არის ის მაინტერესებს? რეალობა არის ის, რომ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ საბოლოო ჯამში რა მოხდება ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. ანუ თუ მიიღეს იმ შემთხვევაში გულისხმობ. თუ მიიღეს იმ შემთხვევაში ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის არ იქნება ისეთი როგორიც ის იყო თუნდაც ერთი წლის წინ. არ იქნება სტრატეგიული პარტნიორობა გამომდინარე იქიდან რომ ქვეყნის მაღალჩინოსნები იქნებიან დასანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან არ იქნება რა ვიცი ძალიან ბევრი მიმართულებით შეიცვლება საქართველოსთან შეერთებული შტატების ურთიერთობა და როდესაც ვსაუბრობთ ამ სხვადასხვა სახის ვიზიტზე როცა ქართული ოცნების მაღალჩინოსნები სტუმრობენ თეთრ სახლს ან სახელმწიფო დეპარტამენტს ან თუნდაც კონგრესს ან ვაშინგტონს ზოგადად ერთი მეორისგან უნდა გამოვყოთ ეს პროცესები, იმიტომ რომ ის რომ შეხვედრები იმართება დიპლომატიური მიმართულებით რა ვიცი ბევრ ქვეყანასთან, ნებისმიერ ქვეყანასთან, ვისთანაც შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები გრძელდება. მაგიტომ არის საქართველოში ამერიკის ელჩი და მაგიტომ არის საქართველოს საელჩო ამერიკაში რომ ეს ურთიერთობები კი ბატონო, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი რო საქცილებულთა სიაშია, აი მან მაგას ხდება, ანუ ალბათ მოადგილე წავა ხოლმე რამე რო იქნება. შეიძლება არ დავიდეს, მაგრამ რაღაც ტექნოკრატიულ დონეზე გაგრძელდეს ის ურთიერთობა. მე დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება, ან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაწყდება, მაგრამ ისინი ჩამოქვეითდება, რა ვიცი, ძალიან ტექნოკრატიულ დონეზე, როდესაც იქნება უბრალოდ ესეთი, რა ვიცი, უბრალოდ გაცვლა რაღაცა დიპლომატიური ურთიერთობის და ეს არ იქნება ახლო პარტნიორობა ან ახლო თანამშრომლობა. მე იმედი მაქვს რომ ეს ასე არ იქნება მართალი გითხრათ, იმიტომ რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით იქნება ეს არაღიარების პოლიტიკა თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, სადაც საქართველოს დიდი ძლიერი გავლენიანი მეგობრები და არა პატრონები ან ვიღაცა გავლენების მქონე ქვეყნები, არამედ ნამდვილად მეგობრები სჭირდება, შეერთებული შტატების ამ სიტუაციიდან გათიშვა იქნება, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ქვეყნის მომავლისთვის საკმაოდ რთული და მე რა თქმა უნდა, უბრალოდ როგორც ჩანს ქართული ოცნების პირობებში ეს გარდაუვალია. ნუ აბსოლუტურად პარადოქსული ვითარება გვაქვს მართლა საგარეო საქმეთა მინისტრი რო სანქცირებული იქნება, ხო იქ არ ვიცი რა ურთიერთობებზე შეიძლება ვილაპარაკოთ საერთოდ ვინმესთან. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ჩვენ დრო ამოიწურა უნდა დაგემშვიდობოთ. იამე ურმიშვილი იყო ჩემი სტუმარი. ჩვენ დავასრულეთ დღეს მუშაობა. მადლობა რომ გვიყურეთ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.